მოწაფეები გაუგნებულები ეკითხებიან, ჩვენ რატო ვერ მოვახერხეთ ამის გაკეთება. და აქ არის უკვე თავარი იესო ქრისტეს დამოძღვრა, რჩევა, მითითება თუ როგორ უნდა მოხდეს ეშმაკის განსხმა, რომელიც ყველას ჩვენ გვეხება. ნათესავი ესე ბოროტი განვალს მხოლოდ ლოცვითა და მარხვით. აი ეს არის თავარი რჩევა, ლოცვითა და მარხვით. დიდ მარხვის მეოთხე კვირას, აი ჩვენ ვისმენთ ამას. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თავარი ყურადღება, თავარი ჩვენი აქცენტი უნდა გავაკეთოთ ლოცვასა და მარხვაზე და აქ არის სწორედ ერთი ძალიან საინტერესო მითითება ამ სიტყვებზე, იესო ქრისტეს ამ სიტყვებზე, ლოცვითა და მარხვით, არა მარტო ლოცვით, არა მარტო მარხვით, არა მარტო მარხვის გამკაცრებით, ხშირად მოდიან და გთხოვენ ლოცვა კურთხევას, რომ მარტო პურზე და წყალზე ვიქნები პირველი კვირა და ბოლო კვირა. ამით არ წყდება არაფერი. თავარი სხვა რამეა. ესე ამბობენ წმინდა მამები, რომ ლოცვა და მარხვა უნდა იყოს თანაბარი. დაახლოებით უნდა ეს მოძღვარმა მოგცეთ ამისი რჩევა, განსაზღვროს, როგორ უნდა იმარხულოთ, რა უნდა ილოცოთ მარხვაში და ეს არის გრძელვადიანი გეგმა ჩვენი. ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა გვახსოვდეს, რომ ერთნაირად უნდა შევასრულოთ მარხვა და ლოცვა და მხოლოდ ასე არის შესაძლებელი ეშმაკის გასვლა. ეშმაკი, რომელიც რა თქმა უნდა ყველა ადამიანში მეტნაკლებად შემოდის, მეტნაკლებად ადამიანს აიძულებს, ესე იგი აცდუნებს უწოდები ჩაედინოს და თავის დაცვა მხოლოდ შეიძლება მხოლოდ ლოცვითა და მარხვით და ძალიან ცნობილი და გავრცელებული მაგალითი არის, ამას მოგიყვანთ, რომ წარმოიდგინოთ რაზე ალაპარაკი, ვისაც უცდია ნავში ჩაჯდომა და ნავით გაცურვა ტბაში მაგალითად, სადაც დინება არ არის, აუცილებლად თქვენ ყველას გეცოდინებათ, რომ ორივე ნიჩაბი უნდა მოუსვათ, რომ წინ წავიდეს ნავი. თუ მარტო ერთი ნიჩაბს მოუსვა, მაშინ ნავი იტრიალებს ადგილზე. ერთი ნიჩაბით მარტო ტბაში ნავით წინ ვერ წახვდება. აი ეს ორი ნიჩაბი არის მარხვა და ლოცვა და კიდევ ამბობენ, რომ აი ფრინველს ორი ფრთა აქვს და აი ამ ორი ფრთით ის შეიძლება ზეცაში რომ აფრინდეს. აი ეს არის მარხვა და ლოცვა. ასე რომ ჩვენ რაც დაგვჭა დრო, გავამახვილოთ ყურადღება, გავაძლიეროთ ჩვენი მარხვა და ლოცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ვიზარმარცოთ. არ ვიზარმარცოთ, თორე რა თქმა უნდა რაღაც განსაკუთრებულს ახლა ჩვენც ვერაფერს გავაკეთებთ. შვიდად გავაგრძელოთ ლოცვა და მარხვა. ნათესავი ესე ბოროტი განვალს გარნა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.